კონსულტაციებში იღებთ თუ არა მონაწილეობას, რომელიც მიდის ახლა ოპოზიციაში შორის, ამით დავიწყოთ და თუ არ იღებთ, ეს თქვენი სურვილით ხდება თუ სხვა გარემოებების გათვალისწინებით. არა, ჩვენ ასეთ ფორმატებში, რომელსაც მრავლად ნახულობთ ხან პრეზიდენტთან, ხალხ ცალკე შეკრებილები არ ვიღებთ მონაწილეობას. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არჩევნების ახლიდან ჩატარებასთან მიმართებაში რამე განსხვავებული აზრი გვაქვს. პირიქით გონი ერთ-ერთი პირველები ვიყავით, მაშინ როდესაც აქციები დაიწყო და ჯერ კიდევ პოლიტიკური მოთხოვნა ასეთ ჩამოყალიბებული არ ქონდა, მაშინ ვიძახდით, რომ რაზეც უნდა იყოს თავარი მოთხოვნა, ეს უნდა იყოს გამოშვება იმ ადამიანების, ვინც სახელმწიფო სისტემამ, ასე ვთქვათ, ხორცსაკებში გაატარა და ახლა იქით ყავს დაპატიმრებული და თავიდან არჩევნების ჩატარება იმ უმთავრესი პრინციპის დარღვევით, რომელიც თქვენც ახსენეთ, რომელიც ეუთოდილის დასკვნაშიც არის მოხსენიებული და რომელიც ჩემი აზრით არის აბსოლუტურად საკმარისი იმისთვის, რომ ეუთოდილზე გადავალთ ერთმან და დავაზუსტებ, არც აწიაპირებთ, იმიტომ რომ არჩევნებში მონაწილე პარტიებსაც ეპატიჟება სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში, ვინც აქამდე მონაწილეობდა კონკრეტულად ახალი არჩევნების დანიშვნის კონტექსტში. ახალი არჩევნების დანიშვნის ნებისმიერ მოთხოვნას შევუერთდებით და უერთდებით. ჩვენზე მეტად არ მგონია ვინმეს უნდადეს ახლიდან არჩევნების ჩატარება. თუმცა ჩემთვის არანაირ ღირებულებას ცალკე რაღაცა რიტუალში მონაწილეობის მიღება არ წარმოადგენს. სადმე უბრალოდ მისვლა დადგომა. თუ რამე საქმეზე იქნება საუბარი, დიდი სიამოვნებით, მაგრამ თუ ისევ საუბარი იმაზე, რომ ახალ არჩევნები მოითხოვოთ თავიდან თუ არ ვიცი რაღაცა სხვა ფორმა მიცეთ, ასეთ რაღაც შეხვედრაზე მისვლის შინაარს დიდად ვერ ხედავ. ასე რომ რა შემთხვევაში არ იქნებოდა ეს შეხვედრა თქვენთვის რიტუალური, როგორც ამბობთ? ძალიან კარგი კითხვა. დღეს სიტუაცია ისეა შეფუთული, ისე გამოვიდა სხვადასხვა მიზეზების გამო, რომ თითქოს ჩვენ ახლა ვართ რაღაცა წყალგამყოფზე, სადაც წყალგამყოფი, სიტუაცია გაირკვევა იმის მიხედვით ჩატარდება თუ არა ახალი არჩევნები. მაგრამ მე მინდა რომ ცოტა უფრო ამბიციურები ვიყოთ და სიტუაციის ცოტა უფრო ღრმა ანალიზი გავაკეთოთ როგორც საზოგადოებამ. გასაგებია რომ ქართულმა ოცნებამ ბოლომდე აუწია რაც კი შეეძლო და მაქსიმუმი წამოიღო და გააყალბა და მთელი ამბები და ეს ფარულობის დარღვევა ზევიდან დაემატა. მაგრამ ის თუ როგორ იქცევა არჩევნების მერე ქართული ოცნება და მის ხელში სისტემა არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ თითოეული ამ ქცევიდან ჩვენ შეიძლება რაღაცა გამოვიტანოთ ინფორმაცია. მაგალითად, როგორ იქცევა პოლიცია. აქამდე ვინმეს თუ კიდე ილუზია ქონდა, რომ თითოეული პოლიციელი ბიძინა ივანიშვილის პირდაპირ დახელქვეითი არ არის და მისი კონტროლის ქვეშ არ არის, გარდა რამოდენიმე ადამიანის, რომელიც წამოვიდა სისტემამ. ეს ხო გაუქრა ეს მოსაზრება. აქამდე თუ ვინმეს ეგონა, რომ სასამართლო მართლა დამოუკიდებელი გვაქვს და იქ რაღაც პოლიციელები სრულჩვენებას არ იძლევიან და იქ რაღაცა სიმართლის პოვნა შეიძლება. ესაც ხო გაუქრა ადამიანებს. ანუ ჩვენ სინამდვილეში ამ აქციების პარალელურად ძალიან კარგად დავინახეთ, რას შვება და რას წარმოადგენს ერთპიროვნული მმართველობა. თავისი ყველაზე ცუდი გამოვლინებით. ეს ისასტიკი არ არის არჩევნების დასაცავად? ეს თემა გაყოფილია თქვენთვის? არ არის ეს მათ შორის არჩევნების შედეგის დასაცავად? შედეგების დასაცავად, მიზანი შეიძლება ბევრი რამე იყოს. შეიძლება შედეგების დასაცავად იყოს, შეიძლება კობახიძის დასაცავად და არც ბევრი სხვადასხვა მიზანი შეიძლება ქონდეს, მაგრამ თვითონ ის რომ სისტემა გვაქვს ისეთი, რომელშიც ჩადებულია ასეთი ზემოქმედების ხელსაწყოები, რომ ყველა მოსამართლე, ყველა პოლიციელი ყველა არ ვიცი საჯარო მოხელე, ყველა მასწავლებელი ასე შემდეგ. ისინი შეიძლება იქნას გამოყენებული იმისთვის, რომ ვინც არის სათავეში, იმან შეინარჩუნოს ხელისუფლება. აი ეს გვაქვს გასაანალიზებელი და ამ ახალ არჩევნების მოთხოვნის პარალელურად მართლა დღეს ვახვამბობდა დილით გონი ჩვენ გადაცემაში დასაწყებია მათ შორის მზადება ამ ახალი არჩევნებისთვისაც, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ რომ ის როგორც ახლა მიდის სიტუაცია, თუ ოპოზიციიდან არავინ არ შევიდა პარლამენტში. გულისხმობთ აქ ახალი ცესკო, ახალი ადმინისტრაცია ტექნიკურად, იმიტომ რომ ამაზე საუბრობენ სხვა პარტიებიც, რომ მხოლოდ ახალი არჩევნების დანიშვნა არ არის გამოსავალი. მესმის, მაგრამ ეგ არის ტექნიკური საკითხებია, რომელიც ჩემთვის არის მეორე ხარისხოვანი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის აქ მოსვლით და თქვენთან ეთერში გამოვიყენო ეს შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას აუხსნა, რომ მე ამ სიტუაციიდან მარტო ახალი არჩევნების წამოღება კი არ მინდა, არამედ მინდა ადამიანებმა კარგად დაინახონ, რას წარმოადგენს ერთპიროვნული მმართველობა და ნებისმიერი ახალ არჩევნებთან ერთად ჩვენ უნდა გქონდეს განცდა და შეკვეთა რეფორმირებაზე, ძალოვანი ვერტიკალის წმენდაზე, მარტო არჩევნებს არავინ არ ითხოვს, ხო? მთელ
რიგ ცვლილებებს და რეფორმებს იქნება. ძალიან კარგი შეგვიძლია თითი გავიშვიროთ პრობლემებისკენ, მაგრამ რატო არ საუბრობთ მათ შორის გამოსავალზე? ამ ახალი არჩევნების პარალელურად. რატო არ შეგვიძლია დავждეთ და არ ვიცი პრეზიდენტთან იქნება თუ ნებისმიერ სხვა ფორმატში ის რა პრობლემებიც გამოვლინდა და ვიღაცამ შეიძლება ეხლა პირველად დაინახოს სასამართლო მთლიანად არის ბიზნეს ჯიბეში. აი ამ პრობლემებზე მათ შორის პარალელურად ვისაუბროთ. მე ამის წამოღებაც მინდა ახალი არჩევნების პარალელურად. რომ მოვემზადოთ ამ მომზადებაში შეიძლება ესეც იგულისხმებოდეს, ამიტომ მაინტერესებს შანს რატომ არ აძლევთ პროცესს. თუ წინასწარ გარკვევის გარეშე. რასაც ხედავთ არის ის რომ ეს შეხვედრები არის ახალი არჩევნები გვინდა და იმის იქით მე არაფერი მინახავს ყოველ შემთხვევაში განცხადებული. ახალი არჩევნები გვინდა ამ პირობებში ჩამონათვალია რა პირობებით როგორი ცესკოს, როგორი სუსის, როგორი ძალოვანი ვერტიკალის პირობები. ეგეთ ტექსტი მე ჯერ არ მინახავს. საგამოძიებო უწყებების გახარიას გუნდი განსაკუთრებით აკეთებს ამაზე აქცენტს, რომ ხუთი უწყების რეფორმირების გარეშე ახალი არჩევნები იგივენაირად ჩატარდება როგორც რეფორმირება. ეს ხო მნიშვნელოვანია და ეს პოლიტიკური პროცესის და მათ შორის ერთმანეთთან დებატების და განხილვის ნაწილი უნდა იყოს. იმიტომ რომ კარგი ქვეყანა მინდა, ეს არის სადღერძელოდ ნებისმიერმა შეიძლება თქვას, ამის იქით შეიძლება იყოს შინაარსი, ან არ იყოს შინაარსი, ან უარესი იყოს, ან უკეთეს, ხო და ეს პოლიტიკური პროცესი არის ჩემი აზრით აუცილებელი ნაწილი უნდა იყოს ამ აქციების პარალელურად. მათ შორის ადამიანებმა, ვინც იქ გამოდიან, მათი ენერგიის საწვავი უნდა იყოს არა მარტო ემოცია, არამედ უნდა იყოს უკეთესი საქართველოსთვის უნდა გამოდიოდნენ იქ. ახალი არჩევნები ხო რაღაცას უნდა ნიშნავდეს, არა უბრალოდ ახალი არჩევნები ჩავატარეთ და მე იგივე სისტემა დარჩა. ჯერ ახალ არჩევნებსაც შორის სისტემური ძალადობის წინააღმდეგ. საქართველოსმა ბევრ ამის მიირჩენს საცილს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ მოუწევს, ასე გონიათ მოუწევს, რა შემთხვევაში მოუწევს არჩევნების დანიშნვა. თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, როგორც მიდის. ანუ ემოციურ დონეზე მეტნაკლებად სწორად მიდის რაღაცები. მართლა არჩევნები ახლიდან არის ჩასტარებელი, ის ხალხი მართლა სწორად დგას, გამოსაშვებია ვინც დაიჭირეს. მაგრამ მაგის იქით ცოტა მეტი რამე მინდა უბრალოდ მაგის თქმას ვცდილობ რა. შეიძლება ემოციური აცდენა ეხლა ჩემ განცხადებებსა და ვიღაც აქციაზე მდგომი ადამიანის განცხადების შორის მაგაში იყოს, რომ ის შეიძლება თulidos რომ მე უბრალოდ იქ გამოვედი ახალ არჩევნებს მივაღწე და ამით რაღაცა ყველაფერი კარგად არის და ყველაფერი კარგად არ არის. თუ ჩვენ მათ შორის ის სისტემა რომელსაც 20 დღეა უყურებთ რას უშვება ადამიანებს, ეს სისტემა თუ არ ჩამოვშალეთ და წინასწარ არ შევთანხმდით როგორ შლით, მაშინ შეიძლება მივიღოთ ახალი არჩევნები, ახალი მთავრობა და არჩევნების დანიშვნის შემდეგ დაგვიანებული გგონიათ ამაზე მსჯელობა? ჯერ არჩევნების დანიშვნაა ხომ მთავარი მიზანი, რასაც უნდა მიაღწიოს ახლა ყველა აქტორმა, ვინც ამას ითხოვს. გარდა იმისა, რომ ამის გარეშე მაინც არ გამოდის არაფერი. არჩევნები დანიშნოთო, დრო ბევრი გვაქვს სინამდვილეში, დრო მართლა ძალიან ბევრია. შეგვიძლია თქვა არჩევნები დაუნიშნოთ და მე 4 საათი დღეში დავუთმოთ იმაზე, როგორ გავაკეთებთ შსს რეფორმას, როგორ გავაკეთებთ სასამართლოს რეფორმას, რომ არ განმეორდეს ის, რამაც ხალხი მართლა გამოიყვანა. ამაზე არჩევნებამდეც იყო ხერმან საუბარი, ქარტიის ჩანაწერებში იყო მათ შორის ამ რეფორმის ნაწილები. ანუ ხომ არ გამოვიდეს რომ გამოვა რომ ამ თემამ იმდენად გაიტაცოს პროცესი, რომ თავარი მოთხოვნა არჩევნები დარჩეს მიღმა. არ დანიშნოს საერთოდ უცნებად და დარჩეს ფურცელზე დაწერილად ეს რეფორმა. თუ მაგის დრო გაქვთ ქარტიაზე მართლა შეგვიძლია ვიდეო და პარალელურად უნდა წარმოებდეს რა. რაღაც ვეტინგის ამბავი თუ რა ჩანაწერი რეფორმები, ანუ იქ რაც წერია უმეტესობა არ არის წამალი იმ ჭირისთვის, რომელიც გჭირს. ან თუ არის ვიღაცამ უნდა დამიმტკიცოს ეს საჯარო დებატებში. ანუ ეს პროცესის ნაწილი უნდა იყოს და ამორჩევლები მოქალაქეები უნდა დარწმუნდნენ პოლიტიკოსების მზაობაში რაღაც რეფორმის გასატარებლად და მათ შორის როგორ ატარებენ. ამის გარეშე მე ნება მომეცით სიტყვაზე არავის ვერ. კეთილი, ოცნებაზე მინდა გკითხოთ, თქვით რომ აქეთ ამხრიდან პროცესი მიდის სწორად, რა შეცდომებს უშვებს ოცნება და საჩანს ეს турბულენტობა, ან ის პროცესი რაც საბოლოოდ მიიყვანს მას გარდაუვალ დათმობამდე, რაც თქვით რომ არ ვიცით დროში როგორ წარმოგიდგენიათ, მაგრამ გარდაუვალია. ოცნება ახერხებს მეტნაკლებად პოლიტიკური რაღაცა ფასადი შეინარჩუნოს, რომ ვითომ ყველაფერი კარგად არის. მიუხედავად იმისა, რომ ნახეთ სამსახურიდან წამოსვლები ვიღაც საჯარო მოხელეებისაც, მაგრამ ეს არ იყო იმ მასშტაბის, რომ უყურეთ, მე ასო პარალელს ვავლებ ხოლმე პირველად, რომ აგენტების კანონი შემოიტანეს იმ მომენტში, როდესაც მაშინ 6-მა დეპუტატმა არ დაუჭირა მხარი და ის რომ ქართულმა ოცნებამ უკან დაიხია მაშინ იმის დამსახურება კი არ იყო პარლამენტის წინ რომ რაღაც X რაოდენობის ხალხი გამოვიდა. მაგაზე მეტიც გამოვსულ ვართ და არაფერი შეცვლა. არამედ შიგნით რო ქონდათ სიტუაცია არეული. ახლა გასაგებია რომ ამ ყველაფერზე ისწავლეს, ადაპტირდნენ. ფაქტორი იყო ერთად, მაგრამ არ შევყვეთ მაგ დავას გააგრძელოთ. მე ვიტყვი რომ თავარი ის იყო.
დეპუტატების თავარი იყო შიგნით არეულობა, რა თქმა უნდა. ახლა ხედავთ ამას? ჯერჯერობით ვერა, როგორც ჩანს, იმ სიტუაციაზე ბიძინავი ენიშვილმა რაღაცები ისწავლა, დასკვნები გამოიტანა და ახლა მიუხედავად ამ სანქციებისა და ასე შემდეგ, მაინც ჯერ თითქოს გარედან ჩანს, რომ ციხე მყარად არის, მაგრამ ამ სიმყარის უკან რა ხდება, ну, გასაგებია რომ მე და თქვენი ინფორმაცია არ გვექნება, თუმცა ერთი რამე ცხადია, რომ თუ აი ომშია ეგ პრინციპი რა, თუ არ ნებდები რაღაც მომენტში მოწინააღმდეგეს უწევს იქით წასვლა უკან დახევას. ანუ შიში არ ჩანს თუნდაც იმაში, რომ აი სცენას დასდევენ, არ გაგონებთ ეს რაღაცა წარსულიდან პარალელებიც გააჩინა, ამან სცენა პრობლემა, მიკროფონია პრობლემა, ანუ თუ ასე მყარად არიან, მაშინ რატომ არის საშიში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა? ეგ სცენის დევნაც ბოლომდე დამაჯერებელი არ იყო გუშინ ჩემთვის. ორი პოლიციელი რო რაღაცას აკეთებს, როცა შეუძლია 200 იყოს. აი მანდაც თლათ დამაჯერებელი ის გათიშვა არ იყო დამაჯერებელი, მანამდე იქ წინააღმდეგ რაზე ჩამოყალიბდნენ გენერატორი რაღაც რამდენიმე ვერსია მოვისმინე უბრალოდ. არა, რა თქმა უნდა. ანუ პრეზიდენტი არ ქმნის ეხლა დისკომფორტს ოცნებისთვის ციხეში ჩასვლით ემუქრებიან პირდაპირ. კი ქმნის, თუმცა ხო გეუბნებით ჩემთვის როგორც პოლიტიკოსისთვის და ამორჩეულიც ხარ. და საქართველოს მოქალაქისთვის ეს ამ პროცესს თავარი რაც აკლია და თავარი რაც ბიძინა ივანიშვილს შეიძლება არ უნდადეს არის ერთპიროვნული მმართველობის დასრულება და ამ შეკვეთის შექმნა საზოგადოებაში. სანამ ეს შეკვეთა არ შეიქმნება, ყოველთვის იარსებობს ვიღაცა, ვინც რამოდენიმე წელიწადში გახდება სისტემის ფავორიტი, მის ხელში მოხდება ძალიან დიდი ძალაუფლება და შემდეგ ამ ერთი ადამიანის ყიდვა, ან მასთან მოლაპარაკება. კოალიცია არ არის შეკვეთა, ამას არ არსებობდა ისედაც არჩევნებამდეც შეკვეთა. კოალიციურობაზე შეხვედრა. ეს პარტიული არ ყოფილიყო, ერთი მმართველობა არ ყოფილიყო. არა, თქვენ ერთ რამში ვერ დაგახმებით, რომ ის რომ რამოდენიმე პოლიტიკური პარტია ერთად აყალიბებს თავრობას, არ არის დამზღვევი იმისა, რომ ის ხელში ძალოვანი სტრუქტურები მოხდება, მე ის არ გახდება სისტემის ბატონი. იმიტომ რომ მართლა გვინახავს 2012-ში ეგ გვინახავს 6 თუ 7 პარტია იყო მაშინ კოალიციაში, 2003-ში 3 დიდი პარტია იყო კოალიციაში, მაგრამ სისტემაა შესაძლებელი. ის კი არის, მაგრამ დაზღვევის მექანიზმებიც არის, ნაადრევი ამაზე საუბარი. პოლიციელსა და მთავრობის მეთაურს შორის არის ძაფები ჩასაჭრელი. ერთ მოსამართლესა და მთავრობის მეთაურს არის შორის არ ვიცი, აი სუსი სხვას თუ ეკნებოდა შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვას ასეთი ტიპის კოალიციური მთავრობა თუ იქნებოდა, არ იქნებოდა ეს დაზღვევა? არა, ეს ასე უყურეთ, როგორც კი ვერტიკალი არის ეს პირამიდისავით, პირამიდის ცენტრში ვინც არის იმ ადამიანის ერთის მოსყიდვა ან დაშინება ან შეთვის მობირება ხდება უფრო მარტივი, როდესაც შენ გაქვს მაგალითად ბიძინა ივანიშვილის შესაბამისი ფული ან რაღაც ძალაუფლება. ამიტომ სწორედ დეცენტრალიზაცია, დაშლა სისტემის ეს უნდა იყოს ამ ახალი არჩევნების პარალელურად საზოგადოების დაკვეთა. მე ყოველ შემთხვევაში ვეცდები რომ ადამიანებს ეს აუხსნა. რამდენად ეს მოხერხდება, არ ვიცი. კეთილი, კობახიძეზე მინდოდა ბოლოს მეკითხა, დიდი ხანია დებატებს, დისკუსიას თავაზობთ ხომ და პასუხი არ მიგიგიათ. რა გაქვს სათქმელი კობახიძესთვის? კობახიძე, ნუ რა უნდა უთხრათ ადამიანმა რაღაცა თქვა საჯაროდ ვილაპარაკოთო, მე თქვა რომ აგერ კიდე შევხვდითო და მე რაღაცნაირად ცდილობს რომ ფანჯარაში იყუროს მურაუყროსავი თვითონ არ ვარსებობთ. მაგრამ ნუ რა გითხრათ აბა ისევე როგორც მან რაღაცა ეს გააკეთა წინასწარმეტყველებასავით რომ აი ოპოზიციამ არავინ არ მოხვალთ ჩემთან სადებატოთო, ჩვენ ზუსტად ასე ვუთხარით რომ ერთპიროვნული მმართველობის ბუნება ისეთია რომ არც თქვენ გამოგიშვებენ ჩვენთან სადებატოთო და ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი. კეთილი, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუდიის სტუმარი ჰერმან საბო.